ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ამორჩევლების განსაკუთრებული აქტივობა იმისათვის, რომ 4 ოქტომბერი გახდეს ოცნების მოძალადე და მოღალატე რეჟიმის დამარცხების დასაწყისი. რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ არაერთ პროცედურულ და ადმინისტრაციულ დარღვევებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეების მობილიზება საარჩევნო უბნების მიმდებარედ. ეს ადამიანები ცდილობენ მოქალაქეთა ნებაზე ზეგავლენას და ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საარჩევნო უბნებთან კანონით დადგენილი დისტანციის დაცვა და აღნიშნული დაჯგუფებების გადაყვანა საარჩევნო უბნებიდან დაშორებულ ზონაში, რათა არ მოხდეს ამორჩეველზე ზეწოლა. რაც შეეხება სხვა პროცედურულ დარღვევებს, თქვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბიულეტენების გაჟონვაზე, რაც ასევე გახლდათ უდიდესი პრობლემა საპარლამენტო არჩევნებზე. ამჯერად ეს პრობლემა ნაწილობრივ არის გადაჭრილი კონვერტის დაგრძელებით, მაგრამ ბუნებრივია ეს ვერ ჭრის საბოლოოდ ამორჩევლების, ასე ვთქვათ, ნების ფარულობას.